ალბათ ფონ დერ ლაიენს ფულის ჭირდება ევროპის გადასაიარაღებლად, კონკრეტულად 800 მილიარდი ევრო. მას ასევე სურს, ციტირებ, კერძო დანაზოგების ინვესტიციებად კონვერტირება. კომისიის პრეზიდენტი ამ ინიციატივას დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირს უწოდებს. ამ იდეის ამგვარი იარლიყით შეფუთვაც კი თაღლითობაა. რასაკვირველია, ქალბატონ ფონ დერ ლაიენს არ სურს დანაზოგების გაკეთება. პირიქით, მას სურს, რაც შეიძლება მეტი თანხა დაიხარჯოს მოქალაქეების ჯიბეებიდან. მისი ინიციატივით მთელი ევროპის დანაზოგები უნდა გადამისამართლდეს უკრაინის ომში. ჩვენ გერმანელებმა კარგად ვიცით, თუ როგორი სანდო ადამიანი ბრძანდებით ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, როდესაც საქმე გადასახადების გადამხდელთა თანხას ეხება. თქვენი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას ბერლინში ხშირად დებდით ფარულ გარიგებებს, რაზეც ფედერალურმა აუდიტის ოფისმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დარღვევებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. მილიონობით დოლარი იქნა გადაცემული ფონ დერ ლაიენის მეგობრული კომპანიებისთვის და ეს ხდებოდა ყველანაირი ტენდერისა თუ კონკურსის გარეშე. ამ სკანდალთან დაკავშირებით ბუნდესტაგმა საგამოძიებო კომისიაც კიდე აარსა. თუმცა თქვენ პასუხისმგებლობას ბრიუსელში გაეკეცით. თქვენ ხომ რეკომენდაცია ანგელა მერკელმა გაგიწიათ. ამ ყველაფრის შემდეგ აქაც იმავე მიდგომებს იყენებთ. კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ეგიდით ვაქცინებში 35 მილიარდი ევრო არა მართლ ზომიერად დაიხარჯა, რის შემდეგაც ევროპის პროკურატურის ოფისი დაინტერესდა ამ შემთხვევით. თუმცა თქვენ კვლავაც ყველა მტკიცებულება გააქრეთ თქვენი მობილური ტელეფონიდან. ახლა გსურთ ევროკავშირმა 800 მილიარდი ევრო დახარჯოს და თანაც ამის გაკეთებას ევროპარლამენტის გვერდისავლით გეგმავთ. კოლეგებო, ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. არასდროს უნდა მივცეთ ამ ქალს უფლება უზარმაზარი ბალი აიღოს ჩვენი სახელით. ამ ქალს არ უნდა მივცეთ უფლება ჰქონდეს წვდომა ჩვენს დანაზოგებზე. რასაკვირველია, ჩვენს გსურს ბუნდესვერი უკეთ იყოს შეიარაღებული. თუმცა არ გსურს ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები ევროკომისიის პრეზიდენტის მეგობრების ჯიბეებში აღმოჩნდეს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.